გველი დაფრთხა დუპლი არა იშვებს სამწუხაროდ ნავმა დაიშვა მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდი. ისევ იმ ადგილზე, ისევ იმ ლოკაციაზე, როგორც გითხარით და როგორც დავდე პირობა. სანამ არ დავიჭერ, ჩემთვის სასურველ თევზს არ მოვეშვები და იქამდე არ შეჩერდება აი ეს ვიდეო რა, ანუ თევზაობის ვიდეო. მოკლედ, ჩამოვედი, დღესაც ვაპირებ, რომ დავრჩე ღამე, კვლავ წამოღებული მაქვს ნავი და ყველა საჭირო აქსესუარი, პლუს ამას ანკესიც შედარებით პროფესიონალმა მიწყო. ანუ ჩემი დაწყობილი აღარ არის რა. ეხა შუა დღეა და მაინც ნაკლებია შანსი იმის, რომ დავიჭირო თევზი. უფრო საღამოს გამოდიან ხოლმე და საღამოს უკვე გადავინაცვლებ იმ ლოკაციაზე, სადაც ვიყავი, მანამდე არხი ჩამოდის პატარა და იმ არხთან ვარ გაჩერებული. თან შუა დღეა, არაფერი ნაჭამი არ მაქვს და საჭმელიც უნდა მივირთვა. მანამდე ჩავაგდებ, ვწდი კვლავ. თუ მანამდე დავიჭირე რამე, ძალიან კაი. თუ არა და საღამოს გადავალიქი და იქით ვეცდები რა. მარტო არ ვარ, ჩემი ძმაკაციც აქ არის და ერთად გავატარებთ დღევანდელ დღეს. ჩემთან შედარებით, რა თქმა უნდა, გამოცდილია, უფრო დიდი პრაქტიკა აქვს ვიდრე მე. ასევე მეგობრებო, გადავწყვიტე დავიწყო სპინინგი, ანუ მტაცებელზე თევზაობა, სატყუარით რა. ძალიან კარგია და ძალიან აზარტული, ასე ვთქვათ. ამიტომ უკვე გზაშია ინვენტარი, მალე ჩამოვა და პირდაპირ გადავალ სპინინგზე. ანუ სპინინგს სჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება, მაგრამ მინდა რომ პირდაპირ დავიწყო სპინინგი და რა თქმა უნდა, ეხა ტბაშიც ვთევზავებ ხოლმე ჩვეულებრივი ტივტივით, მაგრამ სპინინგი მაინც უსხვაა რა. სხვანაირი, ასე ვთქვათ, ემოციები აქვს იმას რა. აუცილებლად ნახავთ ხოლმე ჩემი თევზაობის ვიდეოებს. ნახოთ, დაველოდოთ, მთელი დღე წინ გვაქვს, მთელი ღამე წინ გვაქვს და ხვალე დილითაც ვეცდები რომ გავიდე კიდე რა. რას დავიჭერ და როგორ დავიჭერ, თქვენც ნახავთ. თუ ვერ დავიჭერ კიდე, მაგასაც ნახავთ. წინა ვიდეოში ვერ დავიჭირე, ჩემი გამოუცდელობის გამო და ანკესის არასწორი აწყობის გამო ვერ დავიჭირე. გამოცდილება არის ყველაზე მთავარი. მოკლედ, ნელ-ნელა დავაგროვებ აუცილებლად თქვენთან ერთად გამოცდილებას და შემოგთავაზებთ ხოლმე ძალიან საინტერესო ვიდეოებს რა. აქვე გეტყვით რომ გამოიწერეთ არხი, დაალაიქით ვიდეო და ერთად გავატაროთ ხოლმე 24 საათი აი ესეთ ლამაზ ადგილებზე და კარგ ადგილებზე რა. ჩაგდებული არ არის. ჭია არის წამოსაცმელი. წამოვაცმევ ჭიას, ჩავაგდებ და მერე დავიწყებ ჭამას. всё, მზად არის ანკესი. გველი? აბა. აი, ფაღი და გველი. აი. დაფრთხა. რა იყო ჭადრაკისავით არისო? ჭადრაკისავით. ტრადიციული სოსისი. ტრადიციული სოსისი. სუამას ჭოხო. მოკლედ ზეთი. შიშხინი არ დაიწყოს. ეს სველი ხო არ არის. ხორცს ხარ გაგუხიზდება სიცხეში მაგანაში. გადმოიღებ თუ მინდა დადი აქ. მერე ფუტკარი დაეშე. აფერი ესე. მანქანაში შეფოშაწეული და. გერბერია, რა კაი დანა, კაი მძიმე. მევალისავარდი. ვისა? მევალის. აი რაღაცა. ამაშივე ჩავყრი ეს, აგვისტვის ერთი ცელოფანი.
ეხა ესე ჭამისთვის რკინის ჩანგლებიც ამაქვს ამოღებული. მეც მაქვს. ეგრევე უნდა აიღო და ჭამო. ტაფიდან მიდი აიღება ეგრევე. რა, უნდა უცებ ცივდება. დუპლი, ჩემი ანკესითა. მე არ მეცალა რა, კულინარიაში ვიყავ. აგეძმო. შენიერი. აჰა, თეზი დაჭერილი აქვს. იო, მორჩავიდე. ნახე რა კაი ზომებია. კი, ნახე. და ეხა მე ამას ვერ გამოვაცლი ორი წუთი. ო. ისადო კი არა გვაქვს, ხო? აუ არა. აი სამაში მაგასაც ვაჩი. აი საჭმოს ვაკეთებდით და კიდევ კაი დავაყენეთ ისა რა, ზანზალა კი. შეიძლება ისიც ხუნაობს. ო. ახე როგორი მშვენიერი. თევზებია. ერთი ხელის ხელა კი არის, მისია შესრულებულია. მაგრამ წინ ბევრია კიდე დასაჭერი. მშვენიერი ზომა, არა? ჰა? მშვენიერი ზომა. აი. მანდაც არის? მოსვლა არ არის და წამოვიდა რა? თან ორივე დუპლი. კი, მშვენიერი. ანუ ცალად რო არ მოდის მაგას აქვს მოღამი რა. ისინი ჯერ არ ჩაგვიხსნიათ ახლა. ო. ძალიან კარგია. აგე 4 ცალი უკვე არის. 5 წუთია ჩაგდებული. ხო? მეტი არც იქნება. არა, მანამ იმის ტაფის გამზადება დავიწყეთ, არ დაგვაცადეს რა. იებისად არის. მშვენიერი ზომები. მოკლედ, ჭამას კი არა, ჩაგდებასაც არ გვაცდიან მგონი, ხო? აბა. არის. მშვენიერი. ჩაგდებული არ არის, მოდის. კაი დღეა. უკვე 5 ცალი, ხო უკვე? 5 ცალი 10 წუთში, არც კი. აი, გამზადებული გვაქვს. ხანის 5 წუთი ყურადღებას ვერ ვაქცევდით. მანამდე ყოფილი. საჭმელი გამზადებული გვაქვს, რომ გვეჭამა, მაგრამ არ გვაცდიან. გამზადებულია ჭიები აცმული. გამზადდა ჩვენი საჭმელი. ეხა მივირთმევთ და უკვე გავაგზავნებთ თევზაობას. ანკესები ამოღებული გვაქვს. არ გვაცდიან ჭამას და ჯობია ამოვიღოთ. +1. პატარა. აბა. წავიდა. მშვენიერი ზომა. მოკლედ, აქ დავასრულეთ. ეხლა უნდა გადავიდეთ ტბისკენ, დავპანაკდებით. გავშლით გარავს, მომემზადებით ღამისთვის და ტბაში შესასვლელად. რა ვიცი, უკვე 5 საათია, სადღაც 7-ისკენ უნდა შევიდეთ რა. გააქტიურდება თევზი და ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ. მოვედით. დავიწყებთ ახლა კარავის გაშლას, ნავების გაბერვას, მომემზადებით და შევალთ ნელ-ნელა წყალში. გაიშალა კარვები, მომემზადეთ ღამისთვის. ახლა ვერავთ ნავებს და წყალში უნდა შევიდეთ. რა ვიცი, იქნება აქითაც დავიჭიროთ რაღაცა. იქით საკმაოდ კარგად დავიჭირეთ. გვასიამოვნა, ასე ვთქვათ რა. უშედეგო არ აღმოჩნდა. აქითაც ვნახავთ ახლა. რა იქნება და როგორ იქნება, გაგიზიარებთ ყველაფერს.
დაბლით ასტაშვებულია. მე და ესეთი რაღაცა უნდა გავუკეთოთ რა. სიმბოლისთვის, რომ ნაპირისკენ არ გამოვაგდოს. წინაზე ნაპირისკენ მოვყავდი და ეს არ გვაწყობს. მედია იმუშავებს. გეცმო. აი სიმძიმე კია. ცივა. აღარი ცივი, აბა ხელი ჩახოიცა. და თუ ჩავარდით სადმე. ენათი. მოგაწვევი. და ნაპირისკენ მიყავ ხარ. კირლები არ გესებია? არა იშვებს მაო. და ხანი უნდა ვაცადო ავალ რა. და შევხედავ. მოკიდი ამას ხელი. კავები არ შეერჭობა, მაინც მოკიდი. აბა ეს სუიზე შეხედე. მეცა ჩამოვშიცო და. დაიცა. დაიჭირე. ავი გამოედე. Все?
საძმაო. აჰა. დაველოდები მაინც, აბა. ჯერჯერობით ისე ვისია. აზერბაიჯანში გადაგვიყვანა აღარა ჩანს კარვებიდან. ნაპირისკენ გავალ, თორე დაიშვა. სამწუხაროდ ნავმა დაიშვა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გადავიდეთ ისევ იმ ადგილზე, თავდაპირველად სადაც ვიყავით, სადაც ვთევზაობდით. ანუ აქ ფიზიკურად შეუძლებელია, იმიტომ რომ დაახლოებით 50 მეტრი არის კოჭებამდე წყალი რა და ფიზიკურად ანკეს ვერ აგდებ. მხოლოდ ნავით თუ ითევზავებდი აქ, ამიტომ ეხა გადავდივართ მთლიანად ბანაკშლით. ნავებიც გამზადებული გვაქვს, პირდაპირ მანქანაზე უნდა შემოვდოთ და გადავიდეთ. აიდა. გადავდივართ შემდეგ ლოკაციაზე. დაიცა? უკან წამოიღე. ეს შენია ხო ზევით? შენიც და შვებულია სხვათა შორის. რა უეჭველი იქიდან აპარებს რა. საიდანაც იბერება? ოტი ხა კი გამოვიდო, მაგრამ ხა არ შეერჯობოდა, იმიტომ რომ ხა რო შეერჯობოდა ხოლმე. არა, თუ ოტი. როცა დაიშვა. ეს ამოვაგდე იგრები და. დააწექი კიდენ ასეთი. საჭმელიც მზადდება. მალე იქნება მეგობრებო და გამოგვიწერეთ. კარავიც მზად არის, ორივე გაშლილია. და მივირთვათ და მე გავისერინებთ კიდე ცოტა ხანი ჩავყრით ანკესებს. დიდი ხანი არ დაგვიჭერია რა. რაც იქით გადავედით, არც დაგვიჭერია. არ დაგვიჭერია, იმიტომ რომ ხან ნავს ბერავდით, მე დაიშვა. მე გადმოვეწყეთ, ავეწყეთ და აი დრო წაგვართვა ისე და ჯობდა აქეთ დავრჩენილიყავით, მაგრამ ხო და არავინ აღარ ეკეთებოდა. ზოგადად ეგრეა რა, როცა ბუნებაში მიდიხარ, არ იცი რა მოგივა და რა დაგემართება წინასწარ. და ამიტომ ვარჩიეთ აქეთა მხარე ისე, რომ ჯობია თევზი დავიჭიროთ. ხვალაც დილით უნდა ვითევზაოთ გამთენიისას. და სავარაუდოდ 1-20 კილო თევზით წავალთ რა. მართალია უხდება ცეცხლი, მაგრამ გაზის ხო არა, ეხა ცეცხლს ქარი რო არის, მაგრამ ცეცხლს ფიზიკურად ვერ დავამთებთ, იმიტომ რომ ისეთი ქარია, თან იმდენი ბუჩქებია, იქით რო წაიღოს
დილას შეიძლება გადამწვარი დაგხვდეს აქაურობა. ამიტომ მაინც თავს შევიკავებთ და გაზზე მოვამზადებთ სამწვადეს. ეს ხახი მოიწევს ცოტა და ეგა ხორცე ყოუყე. ხახი ჩაიწევს და ეს ჩვენი იდეალური. მოკლედ მეგობრებო, გამოვიდით ისევ სათევზაოდ. სამწუხაროდ ჭიაგვით თავდება, მაგრამ რამდენი ხანიც უკვე ყოფა, იმდენი ხანი ვითევზავებთ რა. ხვალედილისთვის აღარ გვექნება. ეგ არაფერი, უკვე საკამაოდ კარგად ყავს დაჭერილი რა. ძალიან ბევრიც არ გვინდოდა რომ დაგვეჭირა. უბრალოდ ისე არ გვინდოდა წასვლა, რომ საერთოდ არაფერი დაგვეჭირა, მაგრამ დავიჭირეთ მაინც. რაც ძალიან კაია. მოკლედ შემოვედით მეგობრებო, კარავში დავისვენებთ. უკვე პირველი 15 წუთია და საკამაოდ დავიღალეთ. კაი დღე იყო. თავარი ისაა რომ დავიჭირეთ თევზი. დანარჩენი ხვალე. ხვალეც ვეცდებით რომ დავიჭიროთ, ჭი აღარ ყავს სამწუხაროდ, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ რა. კაი დღე იყო. შვენივრად გავერთეთ. რაღაც პატარა გამოწვევებიც ჰქონდა. მაგრამ ეგ არაფერი. ახლა უკვე ცოტა ხანი როგორც ყოველთვის ენერგეტიკული მიწისთხილი მოხლილი, ცოტა ენერგიას აღვიდგენთ. და შემდეგ უკვე რა ვიცი, ცოტა ხანი რაღაცა ფილმს ჩაუჯდები ან რამეს და მერე უკვე დავიძინებ და დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ. მშვიდობიანი ღამე ყველას, ვინც იძინებთ და თუ ვინმე ჭამთ კიდე კვლავ შეგერგოთ და შეგარგოთ ღმერთმა დროებით. მოგესალმებით მეგობრებო, დილამშვიდობისა. გათენდა მეორე დღე და ვაპირებთ რომ ისევ გამოვიდეთ სათევზაოდ, ცოტა ხანი გავჩერდეთ კიდე. ნორმალური ღამე იყო, კარგად მეძინა. სხვა დანარჩენი ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ეხა ბუნებაში ხარ. სხვადასხვა ხმები ისმოდა, მაგრამ სხვა ისეთი არაფერი. კამერა დატოვებული მქონდა კარავთან, როგორც ყოველთვის. ჩამოსერინება არაფერს არ ჩამოუსეირნია რა. ასევე კომპანიებს თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ნავი და
ასე ვთქვათ, გამოვიყენოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნავი ბევრ საინტერესო ვიდეოში. ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს ვაპირებ და ნავიც ძალიან მჭირდება რა. მოკლედ ეხა ავიღებ ანკეს, ჩავაგდებ ისევ და ვნახოთ. ვცადოთ ბედი ისევ. მოკლედ ჭია აღარ გვაქვს და პურზე უნდა ვცადოთ ბედი. როგორ მოეწონებათ ვნახოთ. აი მეგობრებო. თურმე ამას პურს და გორგოლავება სჭირდება და ცოტა ხანი უნდა გამოშრეს რა და მე კაუზი ასე უნდა გააკეთო. დაჭყლიტო ზედ რა. მე არ ვიცოდი. ვერაფერი? ეხა ჩადე. მოკლედ სტრატეგია შევცვალეთ და გადავედით კალბასზე რა, ცეხზე. იმიტომ პურზე აშკარად არ მოდის. აუშვათ აბა ძეხვი. თუ მოეწონებათ. მეტი ამასაც არ დაგვიწუნებენ. დამთავრდა ჩვენი 24 საათიანი გამოსვლა. სამწუხაროდ მეგობრებო, ვერც პურზე, ვერც ცეხზე და ვერც იმაზე სატყუარაზე ვერ დავიჭირეთ. მოკლედ, მთავარი ის არის, რომ უშედეგოდ არ დამთავრდა ეს გამოსვლა. გუშინ კარგად წამოვიდა. აღარ გამოდის, არ ჩანს საერთოდ აი გუშინ ჩანდა კიდევაც და ძალიან აქტიურობდა, მაგრამ დღეს არც აქტიურობს და არც ჩანს რა. სპინინგი უნდა დავიწყო რა. ყველაზე კარგი და ყველაზე სასიამოვნო იქნება ეს ჩემთვის. დიდი ალბათობით გამოვწდი პირველ რიგში და მე სიამოვნება სავარაუდოდ. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარები. ასევე დამიწერეთ კომენტარები, რომელ მიმდინარეობას ანიჭებთ უპირატესობას, სპინინგის თევზაობას თუ აი ეს ჩვეულებრივად დივტივით თევზაობას. მოკლედ დაგემშვიდობებით, სასიამოვნო დღეებს გისურვებთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.